ბატონი გიორგი თავდგირიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი, თადარიგის პოლკოვნიკი და კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მას და მის მეყოვრეს შეტანილი და მე ვფიქრობ რომ აი ძალიან საინტერესო იდეა არის ეს დაჯგუფება ფარი და მართა მაინტერესებს იცი აი თუნდაც აი ახლა რაც მე შეკითხვა დაგისი ამაზე საუბარი ასევე მართა მაინტერესებს შენი აზრი აი მე ხაზი გავუსვი და შენ ფაქტურად პარტიების სხვადასხვა პარტიების ლიდერების დაბნეულობაზე ქონდა აქცენტი გადატანილი გამოვიდა სალომე პარლამენტის წინ დაიბარა ხალხი და მარტო გამოვიდა და მიკროფონიანად წავიდა გააღიზიანა ხალხი შენ თუ ინფორმირებული ხარ შტოენაც კი ატყდა ამ ამბავზე არ არის ეს ნორმალური ამბავი ну მე ახლა მესმის პროფესიით ეს ხალბატონი პროფესია დიპლომატია ესე იგი ჩინოვნიკი არის და ჩინოვნიკებს ეს ლიდერობის თვისების ესე ვთქვათ გაშლა არ ეხერხებათ და აი ცუდი ფონი იყო რამდენიმე ესეთი განცხადებები გააკეთა და მარტო იდგასო და ეს ახლაც მარტო არის და ეს ძალიან ცუდია თუ კი ბიზინა განზე გავიდა და ეს ლომგოეფი ეს კობახიზე დადო მაგ გუნდი წარუდგინათ თავის შეებს ამან ვინ წარუდგინა თავის გარდა საქართველოს მოსახლეობას არ არის სწორი ესა და აი სულ ფიქრობ იცი აი ძალიან შეხულ მდგომარეობაში ვარ და წესი და რიგით კონსოლიდირებას ვაფიქსირებენ და ხვდებიან ერთმანეთს მე მიტინგებზეც ერთად რატო არ დგანან გავასაოცარი რაღაცეები ხდება ან პასიურობენ თავად ეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები და დისტანცირებენ ყოველმისაგან რა ქვია სალომესაგან ან თვითონ სალომე არიკარებს მათ ძალიან რთული და უცნაური სიტუაციაა ამ დროს ეს ახალგაზრდობა ძირითადში მოდი რა ვთქვათ გენერატორი ამ ენერგიის არის ახალგაზრდობა პლუს დანარჩენი მოსახლეობა 4 თვეა გამოდიან გიორგი ეს უპრეცედენტო შემთხვევაა რა ეს რო იყო ყვითელი ჟილეტები თუ წვანე ჟილეტები აღარ მახსოვს საფრანგეთში იმდაგვარი მოვლენა არის და აი რაღაცნაირი გაჩერებულია სიტუაცია ამ დროს ამათ დაჩოქებას არაფერი არ უნდა ფაქტობრივად გაკოტრებულები არიან შიშარა ლეკვებივით პიონერთა სასახლიდან გაიზურწნენ და წავიდნენ და ქაშვეთში და ქაშვეთი რაღა არის სამების ტაძარში ლოცვა დაიწყეს რომელი ათეისტები არიან პირსავარდნილის უყველანი ამ დროს უცნაურ ფაზაში არის თავად ქართული საზოგადოება მე ვფიქრობ რომ აი სწორედ თქვენი ჯგუფის ანალიზი იქნებოდა საინტერესო აი ამ სიტუაციაში რატო ვართ ესე კი ბატონო, უბრალოდ პატარა გადახრევას გავაკეთებ. ფარი არ არის მხოლოდ დაცვის საშუალება, თუმცა სიტყვა ფარი და მისი ეტიმოლოგია პირდაპირ მიანიშნებს ეს არის დაცვის საშუალება, მაგრამ რეალობაში თუ რომის ისტორიას გავიცნობ, რომის ლეგიონში სკუტუმი, როგორც ასეთი, იყო ძირითადი დარტყმის საშუალება. ანუ რომაელი ლეგიონერი დგამდა ნაბიჯს წინ, აწვევდა და უტევდა სკუტუმით, ფარით და შემდეგ წარმოქმნილ ნაბრავში ჩხლეტას ახორციელებდა გლადიუსი და ანუ ფაქტურად ეს იყო ძირითადი ეს შემდგომ როცა ტანკის იდეა შედარება მოიყვანე როგორც ასეთი ეს ფაქტურად მოდის სკუტუმის მოქმედების შეგეკითხები მასში ბოდიში რა გიორგი ეს უფრო მნიშვნელოვანია ესე იგი აი პომპეუსმა ხო გამოისერნა თბილისისაკენ მცხეთისაკენ 2000 კაცით მოვიდა არ გახსოვს ეს სომხების ისა ლიდერი რო იძახდა დიპლომატებისთვის ბევრი არიან და ჯარისთვის ცოტანი არიან და მოუღო იმ 2000-მა რომაელმა აი ალბათ ამ პარით ტიგრანი იყო ეგეთი მართველი ხო ტიგრანი ხო ვიცი და მე მიყვის რა იცი ქართლის მეფე 100000 ჯარისკაცი მცხეთაში რატო დაკარგა ან როგორ დაკარგა ეს მართლა უპირატესობა ჰქონდათ რომაელებს შეიარაღებაში ხო ეგეც საინტერესო საკითხია, რომაელების შეიარაღება იყო ყველაზე სუსტი ირგვლივ თავის მეზობლებთან შედარებით. იმიტომ რომ იგივე გალელებს თუ ავიღებთ ახლა გალელი მებრძოლი იყო ბავშვობიდან გაწვრთნილი პროფესიონალი მებრძოლი, რომელსაც უფრო გრძელი სპატა ეგრეთ წოდებული, უფრო გრძელი და ძლიერი ხმალი ჰქონდა, ისინი მთლიანად ბექთარში იჯდნენ და როგორც ასეთი, როგორც ერთი მეომარი, გალელი გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე ათეული რომაელი, მაგრამ რეალობაში რომის ლეგიონის იდეა დგას იგივე ტაქტიკაში, მოწყობაში, ანუ მათ ჰქონდათ მჭიდრო მწყობრი და ისინი მოქმედებდნენ როგორც ერთი.
ანუ ჩვენ იმიტომ თავაზობთ საზოგადოებას და იმიტომ ვართ ამ პროცესში ესე ვთქვათ ჩართული, რომ კონსოლიდაცია, ორგანიზებულობა, სტრუქტურირება ეს არის ის თავარი რაც არის გამარჯვების საფუძველი, ხო? როცა ხელი გაშლილია, მას ნაკლები ტკივილის მიყენება შეუძლია და გაცილებით ძლიერია, როცა მუშტი შეკრულია, ხო? შეკითხები შეიძლება დავუმატებ შეკითხვას, დამიჯერე ობიექტური ვარ. გახსოვს შენ სააკაშვილმა რომ ესე ვთქვათ გამოაცხადა ნაციონალური მოძრაობა. საწყალე კობა დავითაშვილი მახსოვს მე მიტინგი მოაწყეს იმაზე ლესელიძის ქუჩაზე. და იცი რა არის დავთვალე სადღაც 60 დროშა იყო და ახალგაზრდობა იდგა ყველას ეჭირა დროშები და ისეთი თავგანწირვით გახვიროდნენ ლოზუნგებს ყველა დაიშოკა მაშინ მე თუ გახსოვს ეს ხალხი იმელში რო შევარდა ძალიან საინტერესო აი მოდი რა ვთქვა ეხლა შორსავარი მისაგან რომ სააკაშვილი ის იყო რა ქვია ნუ ყოველ შემთხვევაში მართა შექმნა იცი აი როგორ იცი შემტევი აგრესიული პარტია აი მართა რაღაც საოცარი სისტემა შექმნა ნუ პარტიის წევრები მუშტიკრივდეს კი წასვლელები იყვნენ აი რაღაცა გააკეთა ამ ბიჭმა ისეთი არა აუცილებელი არც მუშტიკრივი არც ნუ პირობითად გეუბნები იმას შეიშვენ კაცო კინაღამსროლები ატყდა არა, ეხავე აქვს, უყურეთ ეს ყველაფერი ზედმეტია, ეს არ ჭირდება ამ ყველაფერს. ეს არის სამოქალაქო პროტესტი, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. საპროტესტო ინსტრუმენტების გამოყენება. უბრალოდ მოდით ეხლა ვთქვათ, პარტიები ვეღარ იქნებიან, მათ ჰქონდათ დრო, შეექმნათ ძლიერი წინააღმდეგობის ფრონტი, ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობა, მათ ვერ შექმნეს, ვერ მოიპოვეს ის ავტორიტეტი, რაც ჭირდება ამ მოძრაობას. ამიტომ ეხლა ჩვენ ვერ დაველოდებით პოლიტიკური პარტია ან ახალი როდის შეიქმნება, ან ძველი პარტია როდის განახორციელებს რებრენდინგს, როდის გამონახავენ საერთო ენას, რაღაცა რჩევები იქ რო გაერთიანი და აი რჩევა არ არის, აერთიანდება დაამთავრდა ჩამოწერილია მოცემულობა ჩვენ პოლიტიკური პარტიები, მათი ერთობა როგორც ძლიერი საპროტესტო ინსტრუმენტი არ გვაქვს, არ გყავს. დაამთავრდა ხა არ უნდა ამას აღარც წუხტივი ამას აღარ უნდა შეიძლება ხო? ხო, აღარ საუბრობ. აქ ლაპარაკია რომ ამ პროტესტს აქვს სუფთა საზოგადოებრივი შიგთავსი არსი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რასაც არ ჭირდება არც დრო, არც რაღაცა ის დიდი კონსოლიდირება ან ავტორიტეტის მოპოვება. ვინც მონაწილეობს ამ პროტესტში, ვისაც ხედავთ ყოველდღე, ვინც ყოველდღე თუ არა მნიშვნელოვან აქციებზე გამოდის, აი ის არის, ვინც აპროტესტებს. არა არ ჭირდება პოლიტიკური შიგთავსი. რაღაცა მიმზიდველი პოლიტიკური იდეები, პოლიტიკური ცენტრები ბუნებაში არ არსებობს და ეხლა სად ველოდოთ როდის შეიქმნებიან. უბრალოდ საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იყოს მჭიდრო, იმიტომ რომ მათი ქმედება იყოს გეგმაზომიერი, დაგეგმილი და ერთ სტრატეგიის ქვეშ მოქცეული. სხვა არაფერი ამას არ ჭირდება რაღაცა განვითარება, რაღაცა ეგეთი თემა, მარტივია ეს თემა. ამიტომ აღარ ნერვიულობთ პოლიტიკურ პარტიებზე, აღარ საუბრობთ პოლიტიკურ პარტიებზე, საერთოდ არ მაინტერესებს და არ გვაინტერესებს. გაერთიანდებიან ისინი, სასარგებლო იქნებიან, უსარგებლო იქნებიან. თუ რამეს კარგს გააკეთებენ, პირველ რიგში ჩვენ გავიქებთ. თუ არა, ეხლა იმის ლოჯინი ან იმის მცდელობა, რომ ისინი რაღაცა ეხლა გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ, არ გამოდის. მათ თუ არ უნდათ ეხლა ჩვენ როგორ ვაიწულებთ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. აინდა მარტივად ეს თემა გადავხარშოთ, დავიტიროთ და ჩააბაროთ წარსულს. გააქტიურდებიან, იქნებიან ძლიერები, ტაშსაც დაუკრავთ და ხარსაც დაუჭერთ. არ არიან რა ვქნათ, ვერ გადავყვებით ახლა ამას. რაც შეეხება კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი საბოლოო ჯამში არჩევნების უნდა დასრულდეს, როცა მოვა არჩევნების დრო, ნუ ეხლა ნახავთ, რომ რა პარტიების რას მოახერხებენ. არ იქნება უკეთესი დამორჩევის საშუალება. უარესიდან შედარებით ნაკლებ უარესს ავირჩევთ. რა ვქნათ, ესე გვაქვს და შემდეგ დაკავდებით უკვე ამ პრობლემის მოგვარების. ჯერ მოვაგვარებთ ოსნების პრობლემას, მერე მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რასაც ქვია პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი და კარგი პარტიების არსებობა. ერთდროულად ამ ორი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ მარტივად ის სახეები, რომლებიც იქ არიან ყოველდღე, რომელსაც საზოგადოება იცნობს, რომელიც ნდობით სარგებლობენ, რომელსაც ეს შლეიფები არ აქვს. რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან ნამყოფი და დანაშაულებები არ აქვს ჩადენილი. იქ არის ეს ხალხი და სადვეძებს სხვაგან. ეს ხალხი წამოიწევა წინ
უფრო თამამად გააკეთებს განცხადებას. მათაც აქვთ ეს ლოდინის რეჟიმში იყვნენ, რომ აი პოლიტიკური იმედით, რომ უკვე ცნობილი და ცნობადი სახეები რაღაც მნიშვნელოვან როლს მოიგებდნენ და რაღაც თავგანწირულად, მიზანმიმართულად, გონივრულად იმოქმედებდნენ. და ამის გამო ისინი თავში გაერდნენ, რომ ამ პროცესში რაღაცა დისონანსი არ შეედარათ. ეხლა ეს დისონანსი პროცესი რომელიც არ არსებობს, იქ დისონანს ვერ შეიდართ. ამიტომ პოლიტიკური პროცესი მოხდა, მით უმეტეს ოცნებამაც ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დარჩა საზოგადოება და რეჟიმი. მოახერხებს საზოგადოება კონსოლიდირებას, დამთავრდება რეჟიმი. ვერ მოახერხებს კონსოლიდირებას. აი ამ ფაზაში ვარ და აი როგორ წარმოგიდგენია მე ამის რეალიზება? აი ცუდი ფაზა გვაქვს, აი როგორ წარმოგიდგენია კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აქტივობა და რამდენად სწრაფად მოხდება? არა, ეს არანაირი ცუდი ფაზა არ აქვს. ის იკრიბებიან, ხდებიან, მიდის საუბრები, მიდის კონსოლიდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს საერთოდ არ ეთყობა აქციებს, აქციები ჩვეულებრივად გრძელდება, ჯერჯერობით ძნელით და ეტაპობრივად თქვენ დაინახავთ 9 აპრილი იყო პირველი მაგალითი, როცა არ იყო პოლიტიკური შემადგენელი, არა ცოტა იყო ხა ეს პოლიტიკური შემადგენელი, მაგრამ ის იყო ბატონი ზურაც ეცხლაძის სიდისის პატიმრების მშობელთა გაერთიანების ინიციატივა, რომელსაც ყველა სხვა ჯგუფი ამოუდგა გვერდზე, თქვენ თუ დააკვირდებოდით, ეხლა შეიძლება გაერთიანება ისე კარგად არ ჩანდა, შიგნით იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და ეს ყველაფერი იყო პირველი ნაბიჯი, როცა კონსოლიდირებული ჯგუფები ერთობლივად ახორციელებდნენ. სხვათა შორის აი მშობლების შეეშინდა ბიმას, რა ქვია, კობახიძეს და ვერ შევიდა იმ იმაში, რა ქვია, მემორიალთან ვერც მივიდა. ის მშობლები მართლა კარგი ენერგეტიკით გამოირჩეოდნენ. ოღონდ ბატონო და ესე ნუ გავაკეთეთ რომ რაღაცა მხოლოდ ერთი არა ეს ის მშობლები იმ იმედით იყვნენ იქ და მათი როლი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ იმ იმედით იყვნენ რომ იქ ახალგაზრდები ცალკეული ახალგაზრდები ხა არ მინდა ვარის სახელების თქმა თავის დროზე გამოჩნდება ედგა რომ მათ გვერდით იდგენ ეს ერთმანეთის გვერდით დგომით იყო აი ესე ლაღად ჩატარებული მივადი კარგი დღე იყო, კარგი, აი მართლა საინტერესო. ადამიანების რაოდენობა არ იყო ბევრი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არსებობდა იქ კიდევ ერთხელ სტრიცი, ესე რომ ვთქვათ, ეს დაანონსება არ მოხდა მხოლოდ ამ კონსოლიდირებული საზოგადოების, რაღაცა პიროვნული ინიციატივები თითქოს იყო წინ წამოწეული, რამაც ვერ მოახერხა საზოგადოების ესე ვთქვათ მოტივირება, მაგრამ მომავალში ზუსტად ესე იქნება, არ იქნება გვარსახელები. იქნება გაერთიანება, რომელსაც ექნება მოწოდება. იქნება მხოლოდ ისეთი აქციები, რომელიც დაგეგმილი იქნება და დიდ მიზანს და დიდ სტრატეგიას მოემსახურება. ყოველგვარი მცდელობა, რომ ვიღაცამ რაღაცა სხვისი ძალისხმევის ან სხვისი თავგანწირის ხარჯზე პირადი კულები დაიწეროს, ეს გადავა მეორე პლანზე. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. არ არის აუცილებელი რაღაცა მღრიე წყალში თევზაობები და რაღაცა წარმატების დაჭერა. გულწრფელი უნდა ვიყოთ ყველაფერში და პირველ რიგში ესე რომ ვთქვათ, პროტესტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გულწრფელი იქნება მისი ორგანიზატორი თავის ჩანაფიქრში. ძალიან მარტივია ეს თემა. ეს საზოგადოება არის თერმომეტრივით, პირდაპირ ზუსტად ზომავს ნდობის ხარისხს, ტემპერატურას. და ეს ყველაფერი, როგორც კი ეს ყველაფერი ზედმეტი შლეიფებისგან განთავისუფლდება, ზედმეტი ეპატაჟისგან განთავისუფლდება, კიდევ უფრო და უფრო ძლავრი იქნება პროტესტი. ეხლა დანაგვიანებულია ბიძინა ივანიშვილის შავი სქემებისგან. მე იმიტომ ეთანხმები. ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის სინებით არ განუხორციელებია ლილუაშვილის გაშვება, ზუსტად ეს არის, რომ სულსმა ლილუაშვილმა ეს იყო მთელი საქართველოს პოლიტიკა ტრიალებდა არა პოლიტიკური პარტიების თუ პოლიტიკოსების ინტერესებზე, არამედ ლილუაშვილის ნებაზე. რა კარგია რომ ამ თემას შეეხედა ლილუაშვილი რუსების. სადაც რუსები იყვნენ დამკვეთი, ბიძინა ივანიშვილი იყო განკარგულების გამცემი, ხოლო ლილუაშვილი აღსრულებელი. ეს სამკუთხედი მუშაობდა და ყველაფერი ესე ვთქვათ დასვარეს. ყველა პოლიტიკური პარტია ფაქტურად გასვლილია რაღაცა ფორმით. მე ვიტომ დავიწყე საუბარი, იცი, აი იმ ასაკოვანი კაცის ინტერვიუ რო გავცელდა დღეს ყველა მედიაში. აი სამხედროები რადგან არტყანან და კგბ-ს სამხედროები პოემას ბიძინას. ეხლა ჩამოყალიბდა რომ გასაშვები იყო ეს ისა კგბ-ის ჩვენი კგბ-ს დირექტორი და გაუშვა ბიძინა.
არა, უყურეთ საინფორმაციო ეს დაბრუნების შემოტანა განსაკუთრებით იმიტომ გეუბნებით რომ ძალიან გამიკვირდა როცა საპროტესტო ესე ვთქვათ საექსპერტო წრეებმა რაღაცა სუსი შემოგდებული ინფორმაციის დამკვიდრება დაიწყეს თავიდანვე და მერე დაცვა. კიდევ ერთხელ იძინა ივანიშვილს არ გაუშვია ლილუაშვილი. ლილუაშვილზე იყო ბევრი კვანძი გადაბმული. ლილუაშვილი მართავდა პოლიტიკას და ეხლა ამ კრიტიკულ სიტუაციაში რაღაცა ბაჩქიაშვილის გამო ლილუაშვილის არის ისულელი. ლილუაშვილი არის ისეთივე შემსრულებელი და ბოლომდე შემსრულებული დარჩებოდა. არანაირი პრობლემა მას არ შექმნია. ის მართავდა პროცესს და ეხლა გაშვება არის სხვა პროცესის მაჩვენებელი. ამაზე ვილაპარაკე უკვე რომ უბრალოდ იძინა ივანიშვილს გაუკვეთ ძალაუფლება. ეხლა რაც შეეხება სამხედროებზე, რატო ფიგურირებს ეს თქვა. კიდევ ერთხელ საინფორმაციო ჰიბრიდული ომის ველზე რუსეთის მნიშვნელოვანი ესე რომ ვთქვათ დამტკმელი ძალა იყო ეგრეთ წოდებული ტროლების ფაბრიკა, ხო? ეს არის საინფორმაციო ომის მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ საქმე. ტროლების ფაბრიკა არ არის მხოლოდ სოციალურ ქსელებში ბოტების და ტროლების მაორგანიზებელი. ბევრი ესე ვთქვათ საინფორმაციო შტურმი ოპერაცია, რაღაცა ინფორმაციის ჩაშვება, დეზინფორმაციის გავრცელება აი ამ ტროლების ფაბრიკის ირგვლივ შექმნილ გუნდში ხორციელდებოდა, სადაც ბევრი იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც ვაგნერის გავლით ამ ველზე მიდიოდა საინფორმაციო ბრძოლის ველზე და ორგანიზებას უწევდა გარკვეულ ქმედებას. უყურეთ, FSB-ს ხაზი ეს კიდევ ცალკე ხაზია, რუსული დაზვერის და სამხედრო დაზვერის ხაზები კიდევ ცალკე ხაზებია, ანუ რამდენიმე სპეცსამსახური არსებობს, რომელიც მუშაობს. მაგრამ ძირითადად ჰიბრიდული ომის წარმოებელი, რასაც ქვია ღია ოპერაციები, რომელიც ხორციელდება, საინფორმაციო ოპერაციების ხორციელდება, აქ არის ზუსტად ის დაჯგუფება, რომელიც სპეცსამსახურებში არ არის ინტეგრირებული, აქ დიდი თავისუფლება ფინანსური და კრეატიული, ესე რომ ვთქვათ, და ისინი შედეგებით, ანუ მათი ადმინისტრირება არ ხორციელდება, ანუ შედეგებით იზომება მათი ეფექტურობა. თორემ ესე რომ ვთქვათ, აგენტურა, რომელსაც კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული დავალებები აქვს, ის კიდე ცალკე მუშაობს. ინფორმაციის მოპოვება საქართველოში ეს კიდე სხვა სპეცსამსახური მუშაობს. ეს ჩვენ რატომღაც ყველაფერი ერთ ქვაბში ხარშავდა. ესე არ არის ისე როგორც ექიმი არ არის რაღაც ზოგადად ექიმი, ხო? იქაც არის სპეციალობები, ვიღაცა ქირურგია, ვიღაცა თერაპევტია, ვიღაცა საკურთხევლის ექიმია და ერთი მეორეს მიმართულებაზე არ მუშაობს, ხო? ქირურგი თერაპიით არაა დაკავებული და თერაპევტი ოპერაციებს არ ატარებს, ხო? ზუსტად ესია სპეცსამსახურებში. ეს ზუსტად ესია სამხედრო საქმეში. არის სპეციალობები და იმის დამიხედვით რა ტიპის ოპერაცია ტარდება, მის უკან დგას ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. და არ არის რაღაცა რომ პუტინი ზის ეხლა რაღაც თავის კაბინეტში და გეგმავს FSB-ს ოპერაციებს, ან გეგმავს რაღაცა იმის რა ქვია ტროლების ფაბრიკის ესე რომ ვთქვათ ბოტების გამოყენება საქართველოში. ესე არ არის, ეს სისტემებია აწყობილი, რომელიც თავის მიმართულებით მუშაობს, ვიღაცა კარგად მუშაობს, ვიღაცა ცუდად მუშაობს, მაგრამ მოუგერიებელი და დაუმარცხებელი არც ერთი არ არის. ეს ყველაფერი ხდება ვირტუალურ სივრცეში და მისი პრაქტიკული გამოვლენა ხდება მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა რომ ინფორმაცია იქცეს საქმე. და ამის საკითხვა ჩვენ მარტივად შეგვიძლია, ჩვენ ყავს მეგობრები, მაგრამ ჩვენით არ ვართ დაკავებული, რომლებსაც შეუძლიათ ამაში თავისი მაღალ პროფესიონალური დონიდან, თავისი ინსტრუმენტებიდან გამომდინარე დახმარება და ჩვენ ზუსტად უნდა დავკავდეთ იმით, რომ ამ ჰიბრიდულ ომში ისე როგორც ომში, ხო? ჰიბრიდულ ომსაც თავისი წესები აქვს. ამიტომ ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ რუსეთთან. და ამ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი არის ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება, კობახეთის დაჯგუფება და ეს ორი დაჯგუფება, რომელიც არის ხელისუფლებაში, მათ უნდა მოუგოთ ჰიბრიდული ომი. ოღონდ ომში ისე როგორც ომში. ეხლა თან ისე მაგალითისთვის მოვიდა პოლიტიკურ პარტიებს, აღარ მინდა, მაგრამ თუ პოლიტიკური პარტია ხარ და ვერ ხედავ რომ ჰიბრიდულ ომში ხარ, მაშინ რა თქმა უნდა იწყებს საუბარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და მე იწყებს იდიოტურ მესიჯის გავრცელებას, რომ თითქოს დასავლეთი აიძულებს ამ პოლიტიკურ პარტიას, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. იმის გამო, რომ თავისი რაღაცა ის მიწროპარტიული იდიოტიზმი გაამართლოს, ხო?
ძალიან ფაქტურად ეხმარება ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციო და რუსეთს საინფორმაციო ომში. თორსა ამბობს რომ თითქოს ევროპას აქ სურს რომ ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ და რუსების დანიშნულ არჩევნებში პოლიტიკურმა სპექტრმა მონაწილეობა მიიღოს. მე რეიცნება გაურკვევლობა პარტიებს შორის თუ ერთი იღებს მონაწილეობას მე რატო არ მივიღო არ ჩამორჩი ამ სიტუაციაზე მართლა ხო არ ამბობს ევროპელი პოლიტიკოსები მაგას ხო შეიძლება მე არ მაქვს კავშირი ისეთი როგორც იმას აქვს ამიტომ ალბათ შეიძლება მართლა უთხრა მოდი მეც მივიღებ მონაწილეობას და იწყება დონხალი და აჯაფსანტარი ეს არის თემი უბედურება როცა ვერაც ვიცნობიერებ რომ თუ ომში ხარ მაშინ იმ ადამიანს რომელიც შეტაერთად სანგარში ზის მას არ უნდა ებრძოლო რომ მასთან გულწრფელი უნდა იყო და არ უნდა მოატყო გელი მოდის რაღაც მოწინააღმდეგეზე სრულ ინფორმაცია არ უნდა უთხრა და არ სრულ იმედები არ უნდა ყველაფერი უნდა იყოს გულწრფელი სადაც გვიჭირს იქ უნდა ვთქვა რომ გვიჭირს სადაც წარმატებული ვართ იქ უნდა ვთქვა რომ წარმატებული ვართ გიორგი დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ახლა უცბად იცი რადგან უცნობი ჯარისკაცი ვახსენეს აი ახლა ამ წამს გავახსენდა არ ვიცი ახლა შენეს გახსოვს თუ არა ეს დეტალები დეგოს ვერ იტადა ჩერჩილი არც თვლიდა ძალად დაუკვირდი რა 44 წლის აღარ მახსოვს რომელი თვე იყო გაზაფხული იყო თუ ზაფხული მოიწვია პირადი სტუმრის სტატუსით სტალინმა დეგოლი 3 საათი და 10 თუ 20 წუთი ისაუბრეს საოცარი რაღაცა მოხდა მე ის ყოველ შემთხვევაში დეგოლმა არ იყო თანამდებობის პირი გააჩერა ომი აი მაშ ალჟირში და პირველი ვიზიტი და მნიშვნელოვანი ვიზიტი მოსკოვში ჩაატარა ხრუშჩოვის შეხვდა გეხსოვება ეს ფაქტი და უცნობი ჯარისკაცის ზეგთან მისვლაიბო ითხოვა და ბატონო ძალიან დიდი ლაქა დეგოლისთვის დეგოლი რომელიც თავისუფლების იბრძოდა კონდა რაღაც სიმპათია სტალინის და ხრუშჩოვის მიმართ ეს იყო უდიდესი სირცხვილი ეხა ხო და რა გინდა მე ეგ არის საინტერესო დეტალი მოხდა კაცო არ უშევდა ხრუშჩოვის დაცვა სტალინის საფლავთან და არა მე უნდა წავიდეო მე ის მასთან ვენოკი უნდა დავდო ინციდენტი იყო საოცარი მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ ჩემო გიორგი რომ აი კარგ საინტერესო ფაზაში არის მოვლენათა განვითარება და რაღაცა მოხდება ამ აპრილში ან დააჯგუფდება ყველა ერთად ან დაგვაჯგუფებენ კონცლაგერში ეს კობახიძეს ხროვა მე ესე ვფიქრობ და რა ვიცი გარდამტეხი თვე არის საერთოდ ისტორიულად აპრილი საქართველოს შევხედოთ რა იქნება